ორი ფილმი, რომელსაც შეუძლია რეალურად შეგაშინოს. პირველი ეს არის პანდორუმი, 2009 წლის ფილმი, რომელიც თითქმის არავის ახსოვს. არა და თავის ჟანრში ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი საინტერესო პროექტია. დარწმუნებული ვარ, ეს ფილმი ბევრის ნერვულ სისტემას მოუწყობს გამოცდას. ზოგადად კარგი და ჩამთრევი კოსმოსური ჰორორები ძალიან იშვიათია. უმრავლესობა რაც გამოდის ნამდვილი შლაკია. მაგრამ პანდორუმი მართლა შეიძლება ითქვას, რომ კარგი ფილმია. გარემო, მსახიობები, თემა, სიუჟეტის განვითარება, დაძაბულობა, თითქოს ყველაფერი ამ პროექტში. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძალიან მცირე ბიუჯეტი ჰქონდათ ამ ფილმისთვის და მაქსიმალური შეძლეს. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ გადაუარეს თავის დროზე კინოკრიტიკოსებმა ასე უმოწყალოდ, როდესაც ფილმი ობიექტურად ცუდი არ არის. იმ დონეზე გააკრიტიკეს და გადაუარეს, რომ ამ ფილმს საერთოდ არავინ არ ახსენებს. თითქოს გააქრეს მხედველობის არეალიდან. ნუ რაღაც მიზეზები იყო, რა თქმა უნდა, რატომაც მოიქცნენ ასე, მაგრამ თავად ფილმის ხარისხი ამ შემთხვევაში მეათე ხარისხოვანი იყო. რა თქმა უნდა, ეს არ არის ელიანის დონე. ელიანის მსგავს აწი ვერავინ და ვერასდროს ვერ გადაიღებს. მაგრამ ვფიქრობ, პანდორუმი ერთ საღამოს ნებისმიერ ვარიანტში სასიამოვნოდ გაგატარებინებ, ასე რომ მოინიშნეთ. მეორე ფილმი ეს არის ბარბაროსი. ეს იმ ფილმების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც წარმოუდგენელ მოგზაურობას და შეგრძნებებს შემოგთავაზებთ და დამერწმუნეთ ძალიან ბევრჯერ გაგაკვირვებთ. ჩემი აზრით ამ ფილმის შესახებ წინასწარ რაც უფრო ცოტა რამ იცი, მით უკეთესია, რადგან ასე მაქსიმალურად დიდ ემოციურ ატრაქციონს მიიღებ. ამიტომ ჩემი რჩევა ყველანაირი დამატებითი ინფორმაციის გარეშე ჩართო ბარბაროსი და უყურო. და სანამ ამ ყველაფერს გააკეთებ, არ დაივიწყო ჩემი გვერდის დაფოლოვება, რათა მომავალში არ გამოგრჩეს სხვა ვიდეოებიც.